ახლა ვუბრუნდებით ისევ თათია წოწონავას, რომელიც დილიდან არკვევს სად არის, სად გაუჩინარდა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უკვე 3 თვეა ოფიციალურად დაბრუნდა პოლიტიკაში, თუმცა ის მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდა საჯარო სივრცეში. მან ეს კითხვა დაუსვა ქართული ოცნების წევრებს. თათია წოწონავა ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება, გისმენთ თათია. როგორც ჩანს, ჩრდილიდან მართვას მიჩვეული ბიძინა ივანიშვილი ფორმალური თანამდებობის მიუხედავად ისევ მართვის ასეთ სტილს ირჩევს, ვინაიდან დღეს ქართულ ოცნებასთან ჩვენ მართლაც დილიდან ვცდილობთ, რომ რაიმე პასუხი მოვიპოვოთ მათგან, თუ იციან სად არის ბიძინა ივანიშვილი, თუ აქვთ კომუნიკაცია მართველი გუნდის წევრებს, ვინაიდან ქართულ ოცნებაში იმართება ხოლმე უმრავლესობის ხდომები, პოლიტსაბჭოს ხდომები და წესით პარტიის საპატიო თავმჯდომარე ასეთ შეხვედრებს უნდა ესწრებოდეს, კონდეს კომუნიკაცია საკუთარ გუნდთან, რიგით წევრებთან, თუმცა დღევანდელი განცხადებებით ნამდვილად იკვეთება ის, რომ თავად ქართულ ოცნებაშიც დაბნეულობაა, მათ არ იცოდნენ რა პასუხი გაეცათ ჩვენს ძალიან კონკრეტულ კითხვებზე და მხოლოდ ზოგადი პასუხებით შემოიფარგნენ და გვითხრეს, რომ ჩვენი საქმე არ არის ბიძინა ივანიშვილი დადის თუ არა სამსახურში. ბიძინა ივანიშვილი როდის დაგეთ ბოლოს პარტიაში? თუ დადის ეს რატო გაინტერესებთ? პარტიის საპატიო თავმჯდომარე. არ ჩვენი პარტიის საკითხებით როდის აქეთ დაინტერესდით? საინტერესო ხალხი. ბიძინა ივანიშვილი იმ ინტენსივობით დადის და იქ, სადაც საჭიროდ თვლის პარტიაც და თვითონ თავად. თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე როდის ვნახე ბატონ ბიძინა პიროვნება სად დადის და როდის დადის და პირადად მე როდის ვნახე ეს საზოგადოებისთვის საინტერესო თემა არ არის. ეს არის თქვენთვის ოცნების საპატიო თავმჯდომარე კი არ არის, ყველაზე საპატივცემულო თავმჯდომარეა თუ გაინტერესებს. პირადად მე არ მქონია კონტაქტი. როდესაც ამის საჭიროება არის, ბუნებრივია შესაბამისი საკითხების გადაწყვეტაში, რაღაც პოზიციების შემუშავებაში იგი ჩართული არის და ეს ხდება ისე, როგორც ამას ასე ვთქვათ, პარტიული საჭიროებები მოითხოვს. ოფისში დადის ხოლმე? ოფისში მე პირადად ხა კაიხანია მე თვითონ არ ყოფილა ოფისში და თუ საჭირო იქნება ოფისშიც მოვა, თუ საჭირო იქნება რაღაც ფორმითაც შეიძლება კომუნიკაცია. ესეთ კომუნიკაცია ყოველდღიურად არსებობს და ანუ ის რომ ის საზოგადოების წინაშე შეიძლება ისე ხშირად არ ჩანს, ეს იმას ანიშნავს, რომ იგი ჩართული არ არის მთელ პროცესებში. ეს რაღაც ის რაც ეხა შიდა ჩვენი პარტიული თემები არის, ბუნებრივია ამაზე არ ვისაუბრებ. საჯარო როდესაც აქტივობა, რომელიც განახორციელა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, იმ დროს შეგვიძლია რასაც საზოგადოებას თვალუსაჩინო. ჩვენ ხო აღარა ვართ ქართულ ოცნებაში. და რა, გასაგებია, მაგრამ პარტიაში აღარა ვართ, ეს არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე. და კარგია, მიხარია, ძალიან მიხარია, რომ მისი პოლიტიკაში არ ყოფნა და პოლიტიკაში ყოფნა თქვენთვის არის დისკომფორტი. ეს ჩვენ ხალხის ძალას დაგვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში. მას ექნება ბუნებრივია გარკვეული ურთიერთობები. რა და როგორმე ეს ხა მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს და ხა დღის რეჟიმს არავის არ შეუთანხმებს, რა თქმა უნდა. ჩვენ ვესაუბრეთ მართველი გუნდის ყოფილ წევრებს, მათ ვისაც აქვს გამოცდილება ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის და იციან კარგად როგორი მუშაობის და მართვის სტილი აქვს ოლიგარქს და მათ არ უკვირთ დღეს, რომ შესაძლოა საერთოდ არც ჩნდებოდეს ბიძინა ივანიშვილი პარტიის ოფისში, არც კონდეს რიგით წევრებთან კომუნიკაცია, ვინაიდან ოლიგარქის მართვის სტილი არის ასეთი, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ამოირჩევს და მათთან აქვს კომუნიკაცია და სწორედ მათი საშუალებით ის გასცემს კონკრეტულ ბრძანებებს, ასევე ისინი საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების მიზეზებზე და ამბობენ, რომ ერთის მხრივ ამის მიზეზი არის ის, რომ ოლიგარქს რეალურად შეეშინდა სანქციების, მოახლოებული სანქციების, ვინაიდან მისი გარემოცვა, მათ შორის ოთარ ფარცხალაძე არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული და მეორე მიზეზი არის ის, რომ ოლიგარქ ივანიშვილს მართვის სადავეები პარტიაში გაექცა, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი, როგორც თავად ამბობენ, ასე ვთქვათ, კორუფციაში ძალიან ღრმად ჩაეფლო და მას ჰქონდა გამოსასწორებელი კონკრეტული ფაქტები საკუთარ პარტიაში და ეს პირველად მან როდესაც დაბრუნდა საჯაროდ თქვა ყრილობაზეც კი და საჯაროდაც გაუსვა მან ხაზი და რეალურად მიზეზი არის ის, რომ კარგად მიხვდა, რომ 2024 წლის არჩევნებზე ქართული ოცნება ივანიშვილის გარეშე ძალიან მძიმედ წააგებს. ბიძინა ივანიშვილი არსად არ წასულა, არსად არ დაბრუნებულა, ის იყო ჭრილოვანი მმართველი და აგრძელებს ჭრილოვან მართვას.
მისი ფორმალური დაბრუნება თანათავმჯდომარის პოსტზე ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, მე ეს ადრეც ვთქვი, ვენეციის კომისიის ჩანაწერს, სადაც ის უარყოფითად აფასებდა, რომ ქვეყანაში მართვის სადავეები აქვს პირს, რომელიც ფორმალურადაც კი პოლიტიკური პარტიაშიც კი არ ჩანს. ამიტომ ამის გასახარწყლებლად ვფიქრობ, რომ ის დაბრუნდა. სხვა არანაირი ინდიკაცია იმის, რომ მას უნდა ღია საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობდეს, არ არსებობს. მისი სტილი არ არის ეს და ის აგრძელებს შრილოვან მართვას. დაბრუნება პირობითი არის, სადაც დაბრუნებულა ისედაც აქ იყო, მაგრამ პირობითად დაბრუნება რაში დასჭირდა. თუ ესეთი მაგრები იყვნენ. საქმეც მაგაშია ზუსტად იცოდა და ზუსტად იცის, რომ არაფრის გაკეთების რესურსი არ ჰქონდათ და არანაირი გამარჯვების რესურსი არ ჰქონდათ და ამიტომ იძულებული გახდა, რომ გამოჩენილიყო ოფიციალურად. ბიძინა ივანიშვილი პირველად და უბრალოდ მესამედ საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა წინა საახალწლოდ 30 დეკემბერს, როდესაც პარტიულ ყრილობაზე ის მოულოდნელად გამოჩნდა და მიმართა საკუთარი გუნდის წევრებს. ამის შემდგომ გამოიცა ქართული ოცნების სპეციალური დადგენილება, რითაც ჩვენ გავიგეთ, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ივანიშვილმა უკვე ფორმალურადაც დაიქვემდებარა პრემიერ-მინისტრის შეცვლა არ შეცვლის საკითხი. ამის შემდგომ რამდენიმე დღეში უკვე გავიგეთ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ტოვებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და ირაკლი კობახიძე ჩაიბარებდა მთავრობას და ყრილობაზე ეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ამ ყრილობაზე, ბოლო ყრილობაზე ივანიშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ესე ოფიციალურად. ამის შემდგომ კი ოლიგარქი ივანიშვილი გაუჩინარებულია.